საღამოში და ვისამეგობრობა, ესე იგი ძალიან ლამაზ ადგილებში ვიყავით დღეს, მოკლედ ულამაზეს ადგილებში. არ ვიცი, ალბათ ამენის ჩანჩქერი. ალბათ სასაცილო თემაა, მაგრამ არა, ისიც ლამაზია ძალიან, ამენის ჩანჩქერი. ინწრის მდინარე და ინწრის ჩანჩქერებიც ულამაზესია და იქიდან მოდივართ, თავიღალეთ, იმდენი ვიარეთ, სხვათა შორის ფეხიშველი ვიარე და ფეხები დამატყდა. ხო და კარგი იყო გავარჯიშდი, წელი ხომ მткиოდა და აღარ მткиვა. ნერვები გავავარჯიშე ცოტა, თან ისეთი ადგილები იყო, ხო. ეხლა სად ვარ იცით? ნახეთ სად ვარ. ეხლა მივდივართ მესტიისკენ. შეიძლება კიდევაც მესტიაში ვართ, არ ვიცი სად ვართ, მაგრამ აქ ვნახეთ ისეთი რესტორანი და შემოვირბინეთ. ძალიან მაგარი ხედია, აი ულამაზესი ადგილები და მთები ხო რას ლაპარაკობ, აი მოვდივარ და პირდაღებული ვარ. ეხლა სვანეთში იქ მაღლა რო ავალ, მე რა იქნება, წარმოიდგინეთ რა. და აქედან გადმოვიხედე და ნახეთ რას ვხედავ. ხო. საჭმელს რო შეჭამთ, მე ჩავალთ, რა ხდება მანდ. ნახავთ. რა მაგარი ქვეყანა გვაქვს რა. ბიჭო, ეს ქვეყანას ხობს როგორ დაუთმოთ, მაგის დედავადირე რა. ამ ქვეყნიდან სადმე წავხით. არ ვიცი, ამ ქვეყნიდან კიდე თუ სადმე ნახა უკეთეს ქვეყანას, მაგრამ მე ისე ვფიქრობ ხოლმე. სანამ 100 წელი გაგაჩნია და იმ 100 წლიდან კიდე ეს რამდენიმე წელი, რომელთაც შეგიძლია რომ სკოლის გარდა იმოგზაურო კიდე სადმე, აი ამ დროში საქართველოში მყოფი ყველა ლამაზი ადგილი უნდა მოინახულოს კაცმა რა, მე ესე ვფიქრობ. აი არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ ზღვიდან მთაში ერთი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ანუ ემოციურად ძალიან ბევრია. ხო. და რაც შეეხება აი იქით ნახეთ. ხლა ალბათ სვანეთში ვინც ყოფილა, ეს ადგილები უკვე მობეზრებული ექნება, მაგრამ მე პირველად ვარ და რაღაც აი ის ვარ რა, აღფრთოვანებული ვარ. ნახე ღრუბლები. ნუ ხა რაჭაში რომ მიდიხარ, იქაც მაგარი მთებია, მაგრამ აქ სხვანაირი მთებია კიდე რა. რაო დედიკო, როგორ მოგეწონა დღესაც იყავი, აბა ჩემს მაყურებელს უთხარი. დღეს ადიყავი, აბა მითხარი, მოყევი. მოყევი რა? ზღვაზე კიდე? არ ვიცი. რა ქვია იმ ადგილს არ იცი? არა, კარგი, მაშინ ის მითხარი, როგორი იყო იქ? რა ნახე? მითხარი რა ნახე? არაფერი. არაფერი? როგორ არაფერი? ჩანჩქერი არ ნახე? არა. ცივი წყალი რო იყო, ძალიან ცივი წყალი რო იყო. ის არა იყო ჩანჩქერი. აბა რა იყო იქ? ისეთი ყოჩაღი ბავშვები მყავს, ისეთი ყოჩაღი ბავშვები მყავს, დღეს ისეთ ადგილებში იარეს რომ ერთი არ დაუწუწუნებთ. აი ახლა წუწუნებენ. იოანე, მე მინდა ახლა რომ მოყვე შენ, თუ გინდა, შენს თუ გინდა, დღეს რა ნახე? არაფერი და შო. არაფერი და შო, ხედა. არაფერი და შო და არა დღეს ისეთი მაგარი. აი შოქში ვარ. რა მაგარი ადგილები გვაქვს, აი არ ვიცი რა. მე ალბათ მე მამაკაცი რო ვიყო, ავდგებოდი და მოვიკიდებდი ერთ რუქზაკს და წავიდოდი ფეხით და ვივლიდი. დღეს იქ დავიძინებდი, ხვალ იქ დავიძინებდი. აი ეს არის ცხოვრება. დანარჩენი ყველაფერი არის მონობა.
ხალხო, რატო არ აკეთებთ ამას? აი, რასაც ქრისტე გვეუბნება რა, რომ სადაც მოგიხდება იქ დაიძინებ. საჭმელი კიდე ის ხო, ამას მათხოვრებს ეძახიან ესეთ ხალხს. ვინც მიატოვებს ყველაფერს, ვინც დაიკიდებს რა ამ მონობას და ამ სისტემებს და ეგეთ ხალხსო მათხოვრებს ეძახიან. მათხოვრებს კი არა, ესენი არიან პილგერები. პილგერებს რას უძახიან ქართულად? ქართული შესატყვისი პილგერისთვის გვაქვს რამე? არ ვიცი, განსაკუთრებით ზაფხულში. რატო ვიძახი, იცი მამაკაცი რო ვიყოთ, ხო? ეხლა ქალისთვის ცოტა ისეთი საშიში თემაც არის რა, რომ აი ქალისთვის მაშინ მამაკაცთან ერთად უნდა იაროს. ესე ადვილად ვერ წახვალ. მაინც დამშეული კაცები დადიან და მამაკაცისთვის იმდენად საშიში არ უნდა იყოს. გამოჩნდა ერთი ქრისტე, მოდი რა კიდე აქ ჩამოდი ვიაროთ. წამოდი ერთად ვიაროთ. საქართველოს შემოვიაროთ. აუ რა მაგარი, მე მგონი დავთვლი მე დღევანდელი დღით. ალბათ მესტიაშიც იქნება ძალიან საინტერესო ადგილები, იქ უფრო კრისტალებს მოვაგროვებ და კრისტალებს განახებ მერე პატიოსან ქვებს და იმასაც განახებ. ეხლა მე საჭმელზე წავედით, რომ დამაგვიანდება. აბა თქვენც